არქი არჩეულებრივი სიახლეები მაქვს ახლა, რაც ეხება მსოფლიოს წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიას, საუბარია 2025 წლის Google-ის I/O კონფერენციაზე, რომელიც ტექნოლოგიური ინდუსტრიის ყურადღებას სრულად მიიქცია, რადგან ამერიკულმა Google-მა საზოგადოებას სრულად ახალი პროდუქტები და სერვისები წარუდგინა. ღონისძიების ცენტრში ცხადია იყო ხელოვნური ინტელექტი, Gemini და Android-ის ეკოსისტემის განახლება, რაც ყველასთვის იდეაში მოსალოდნელი იყო. კონფერენციის მთავარი მოვლენა მაინც ახალი თაობის Gemini-ის პრეზენტაცია გახდათ. ეს მოწინავე ხელოვნური ინტელექტის მოდელი Google-ის მთელ ეკოსისტემაში ინტეგრირდება, მათ შორის Android Auto, Google TV, Wear OS და ახალ Android XR პლატფორმებში. ამასთან Gemini Live-ის ფუნქცია მომხმარებლებს რეალურ დროში, მეგობრებო, აძლევს თარგმნის, კამერის მონაცემების გაზიარების და ეკრანის სტრიმინგის ახალ შესაძლებლობებს. ხოდა ვინ თუ არა პირადად სანდარ პიჩაიმ Google-ის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა წარადგინა ეს ჩემი აზრით ეპოქალური ვიდეო, რომელიც სრულად შეცვლის სამყაროს და შეცვლის ურთიერთობებსაც. And you don't speak the language. Let's take a look. Hi, Camilla. Let me turn on speech translation. It's nice to finally talk to you. Es bueno hablarte finalmente. No puedo esperar a alquilar tu casa. Te vas a divertir mucho y creo que te va a encantar. You're going to have a lot of fun and I think you're going to love visiting the city. The house is in a very nice neighborhood and overlooks the mountains. That sounds wonderful. Is the house Eso suena maravilloso. ¿Es la casa cercana al transporte público o recomiendas alquilar un coche? Hay un autobús cerca, pero There's a bus nearby, but I would recommend renting a car so you can visit the nature and enjoy it. That sounds great. Eso suena genial. ინგლისურ ენოვანი და ესპანურ ენოვანი ორი პერსონა დაუკავშირდა ამ ვიდეოში ერთმანეთს, რომელიც ხელის მარტივი მოქმედებით ყველაფერი გადავიდა თარგმანზე პირდაპირ ეთერში. წარმოიდგინეთ ვითარება, რომ არ გავა ბევრი წელიწადი სპეციალური სათვალით, ყურსასმენით, ან რაღაც სხვა საშუალებით პირისპირ ესე ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერი ქვეყნის ქუჩაზე, ნებისმიერ ენაზე შეძლებთ საუბარს იმ ენებზე, რომელიც Google-ის და მისი სუპერ ჭკვიანი სისტემების საშუალებით ითარგმნება როგორ? ითარგმნება ესე, პირდაპირი კომუნიკაციისას. Google-მა ასევე საძიებო სისტემაში ახალი AI რეჟიმი დაამატა, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს კომპლექსურ შეკითხვებზე ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული პასუხები მიიღონ. ეს ფუნქცია Gemini ორნახევარ მოდელს ეფუძნება და მიზნად ისახავს საძიებო გამოცდილების გაუმჯობესებას. მომხმარებლებს ასევე შეუძლიათ გამოიყენონ Deep Search ფუნქცია, რომელიც უკვე აერთიანებს პირად ინფორმაციას, მაგალითად, ისეთ როგორც არის Gmail, Drive, კალენდარი და სხვა, რათა ეს პერსონალიზებული პასუხები მიიღო. რაც შეეხება ახალ Android-ის 16 ოპერაციულ სისტემას, Material 13-ის დიზაინზე ემყარება, რომელიც მომხმარებლებს უფრო პერსონალიზებულ და დინამიურ ინტერფეისებს თავაზობს. სისტემაში მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია მრავალფრანჯრიანი რეჟიმი, დამატებულია ახალი ფუნქციები, შეხარ ჩემი ბატონი და ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი ასევე ახალი თაობის XR სათვალეების შექმნას აანონსებს, რომელთაც Android XR-ის სახელით ცნობილი ოპერაციული სისტემა ექნება. საწყის ეტაპზე ამ სისტემებით Samsung-თან და X-Real-თან თანამშრომლობით შექმნილი სათვალეები აღიჭურვებიან, თუმცა მომავალში სისტემა ყველა მწარმოებლისთვის იქნება ხელმისაწვდომი. Google Beam, რომელიც ადრე Project Starline-ის სახელით იყო ცნობილი, მომხმარებლებს საშუალებას მისცემს განახორციელონ 3 განზომილებიანი ვიდეო ზარები. ანუ ახალი ტექნოლოგია HP-სთან სტრატეგიული პარტნიორობით ვითარდება და რეალურ დროში თარგმნის ფუნქციის გარდა უზრუნველყოფს, როგორც Google-ში ამბობენ, Beam-ის დახმარებით დისტანციური მუშაობა სრულად გამარტივდება და ოფისში ფიზიკურად ყოფნის საჭიროებაც უბრალოდ გაქრება. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის 3D ეკრანის კამერების, სენსორებისა და სისტემის ერთობლიობა, რომელიც 3 განზომილებიან გამოსახულებას იძლევა და ქმნის ისეთ აღქმას და შეგრძნებას თითქოს ადამიანი არა ეკრანს მიღმა, არამედ მაყურებლის წინ იყო. წარმოიდგინეთ საწავლა მედია
სულ რაღაც რამდენიმე თვეში ალბათ. მაქსიმუმ 2 წელიწადი მიმიცია. და ყველაზე მეტად რაც მახარებს გამომდინარე იქიდან რომ ამ ბიზნესში ვარ და ჩემს კოლეგებთან ერთად ამას აუცილებლად დავნერგავთ. აი ხა ხედავთ ამას ყველაფერს ეკრანზე. რაშიც აუცილებლად დავიხმართ ჩვენს პარტნიორ კომპანია Geosoft-ს, მინდა Geosoft-ის გუნდს მოკითხვები გადავწე, რომლებიც საქართველოში Google-ის ოფიციალური პარტნიორები არიან. ეს არის 2025 წელს ნაჩვენები VO3 და Flow, რომლებიც წარმოადგენენ ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებს, რომლებიც მნიშვნელოვნად ამარტივებენ თავად ვიდეოს შექმნის, ვიდეო შინაარსის შექმნის შესაძლებლობებს და მის რედაქტირებას. VO3 მომხმარებლებს ტექსტური აღწერილობის საფუძველზე ვიდეოების გენერაციის საშუალებას აძლევს. ანუ შედის ტექსტი და შემდეგ გენერირდება ვიდეო. ხოლო Flow ვიდეოს რედაქტირების პროცესში უკვე ხელოვნური ინტელექტის გამოყენების საშუალებას იძლევა. აი, უფრო მარტივად რომ ახსნათ VO3 ოპერატორების და რეჟისორების, ხოლო Flow მემონტაჟების ჩანაცვლებას გეგმავს. მოკლედ ასეთი ნამდვილი რევოლუციური სიახლეებია და საერთო ჯამში აი 2025-მა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კომპანია აქტიურად მუშაობს ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე და Google-ში კარგად ესმით, რომ ტრადიციული ხელსაწყოების მათ შორის ძიების, ანუ search-ის ხანა დასრულდა, რადგან ჩვენს ეპოქაში უკვე ხელოვნური ინტელექტია შემოსული, ჩვენ მის ეპოქაში სრულად და ბოლომდე ვიმყოფებით, რომელსაც Google-ს ერთ-ერთ წამყვან კომპანიას მსოფლიოში თავისი დომინაციის გაგრძელება სურს.